ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მე-12 მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალი განიხილავს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას. ასევე დაგეგმილია პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაც. მინისტერიალზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიზანია მნიშვნელოვნად გაზარდოს შიდა განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება. გაძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება და შექმნას დამატებითი შესაძლებლობები რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზრებზე სუფთა ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. საქართველოს კაპიტალის ბაზრის მოცულობა იზრდება. ბოლო მონაცემებით ბაზრის ზომა 3 მილიარდ ლარს აღწევს. სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ყოველწლიურად ახალი კომპანიები ინტერესდებიან. საინვესტიციო ბანკები ზაფხულში უფრო მეტ აქტივობას ელიან. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ბუნებრივია ინვესტორების მოლოდინებზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკებში აღნიშნავენ, რომ ირან-ამერიკის კონფლიქტის დასაწყისში კაპიტალის ბაზარზე შემოსვლისას ინვესტორებისგან გარკვეული სიფრთხილე შეინიშნებოდა. თუმცა ეს გამოწვევა ამ დროისთვის მეტნაკლებად გადალახულია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მოლოდინის მიუხედავად კლება ამ მიმართულებით არ დაფიქსირდა და საპროცენტო განაკვეთი დოლარის ობლიგაციების შემთხვევაში 7-8%-ის ფარგლებშია. ველოდებოდით წლის დასაწყისში რომ უნდა ყოფილიყო უფრო მეტად კლების ტენდენცია, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ფედერალურმა რეზერვმა, ასე ვთქვათ, რეიტ კათი, ანუ საპროცენტო განაკვეთების შემცირება აღარ მოახდინა. შესაბამისად, აქტიურად საპროცენტო განაკვეთების დაბლა წამოსვლა არ მომხდარა, არის მეტნაკლებად იგივე რეინჯში, რა რეინჯშიც ვუყურებდით ჩაშენ, თუმცა ასევე ვუყურებთ გაუმჯობესების ტენდენციასაც. საპროცენტო განაკვეთი ზოგადად ძალიან დამოკიდებული არის კონკრეტულ ემიტენტზე და მის რისკ პროფილზე. ბაზარზე 3 ახალი საფოსტო მარკა გამოვიდა. ახალი გამოშვება საქართველოს ისტორიის, მეცნიერებისა და კულტურისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და პიროვნებებს ეძღვნება. ერთ-ერთი მარკა აღნიშნავს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს. მეორე ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავს. მესამე კი ქართველი კინორეჟისორისა და სცენარისტის ნანა მჭედლიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. მარკები უკვე ოფიციალურად შევიდა მიმოქცევაში და დაინტერესებული პირების ხელმისაწვდომია. თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის განვითარების ფონდი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის განახლებას იწყებს, რომლის დასრულებაც 14 თვეში იგეგმება. მერიის განცხადებით, ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების შედეგად შენობას ავარიულობის მესამე კატეგორია მიენიჭა. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს მისი ნაწილის დემონტაჟსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ისტორიული იერსახის სრულად შენარჩუნებით აღდგენას. პროექტის მთავარი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად ისტორიულ უბანში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და თბილისის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებაზე. ასეთია ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მეორე კვარტლის შედეგები. კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინო წარდგენილი იყო არაერთ გამოფენასა და ფესტივალზე. მოეწყო 80-მდე პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ამასთან საქართველოში უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ღვინის ტურები. მთლიანობაში საერთაშორისო და ადგილობრივ აქტივობებში მონაწილეობა 200-მდე ქართულმა ღვინის კომპანიამ და მარანმა მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანია წლის განმავლობაში სტრატეგიულ ბაზრებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გაგრძელდება. წალკაში მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნა, რომელიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ ბიზნესსა და ინვესტორებს გააერთიანებს და მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ინიციატივის ავტორი კასლენდია, მიზანი კი ტურისტული პროდუქტების განვითარება, გამოცდილების გაზიარება და რეგიონის პოპულარიზაციაა. ამასთან ინიციატივა ითვალისწინებს ეკოტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერას, ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების განხორციელებასა და ახალი პროექტების ხელშეწყობას. პლატფორმის ფარგლებში გაიმართება ფორუმები, კონფერენციები და ტრენინგები, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. გადავედით ახალ ეტაპზე, როდესაც გაჩნდა იდეა, შეგვექმნა მდგრადი ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც გაერთიანენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურები. ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ უფრო ცნობადი გახდეს ის პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით
დაკავებით, ხელი შევუწყოთ ტურიზმის პროდუქტების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც გააჩნია ჩვენ ქვეყანას ამ მიმართულებით.